მშვიდობა ძვირფასო ტელემაყურებლობო, ჩვენ გიწევთ ეცულოვნების სალონში. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო თემა გვაქვს. ეს გახლავთ ქართული ენა და ქართული კულტურა, როგორც გამაერთიანებელი ფაქტორი საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისა. დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ მოვიწვიეთ წალკისა და მანგლისის მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, რომელიც გახლავთ საპატრიარქოსთან არსებული რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივი მოქმედი კომისიის თავმჯდომარე. ბატონი ტარია ფუტკარაძე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის ქართოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი, ბატონი გიორგი შაუტაშვილი, კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ბატონი ოქტაი ქაზუმოვი, უკვე ბევრი ჩვენთანისთვის, ბევრი ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილი ადამიანი, ლიტერატორი, მთარგმნელი, კი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის დოქტორანტი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მე მინდა გთხოვოთ პირველად თქვენ და მოგახსენოთ, რომ ჩვენ ახლა ღვთისმადლით, ღვთისშეწევნით გვაქვს ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამისთვის იბრძოდნენ, იღვწოდნენ ჩვენი წინაპრები, ეს აღსდგა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ახალ ქვეყანას სჭირდება, რა თქმა უნდა, ახალი აზრები, ახალი იდეები და ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენ წარსულს და გადავხედოთ ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებს, თუ როგორ არის მოგვარებული ენობრივი საკითხი ჩვენს მეზობლებთან, ძველ საქართველოში როგორ იყო. ქართული ენა და ქართული კულტურა ძველ დროს აერთიანებდა სრულიად საქართველოს. ახლაც კი აღნიშნავენ და ამბობენ, რომ აი ვთქვათ, კავკასიის საერთო ენა, საერთაშორისო ენა, რომელიც აერთიანებდა და იცოდა თითქმის ყველა დიდებულმა და ყველა განათლებულმა ადამიანმა ძველ კავკასიაში, ეს იყო ქართული ენა, ანუ ქართული ენით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, ვთქვათ, დიდუელები და ჭარბელაქნელი ლეკები და ასე შემდეგ. ჩეჩნები, ჩერქეზები იცოდნენ მათ დიდებული ახლა თქვათ აერთიანებს მათ რომელი ენა, რუსული ენა. რუსულ ენაზე გადაცემენ ერთმანეთს აზრებს, მაგრამ ძველ დროს კავკასიაში ქართული ენით გადაცემდნენ. მაგრამ ეს კავკასიას ფაქტურად მოიცავდა საქართველოს სახელმწიფო. ანუ დღესაც ამის ნაშთი გვაქვს ჩვენ, რომ თქვათ ძველი ქართული ლიტერატურა არის ყოვლის მომცველი, ძველი ქართული ენა ყოვლის მომცველი იყო, ყველა საქართველოს ყველა კუთხეში, მათ შორის სვანეთში, აჭარაში, თუ აფხაზეთში, თუ სამეგრელოში, თუ კახეთში, თუ ქართლში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქართული ენა იყო კულტურის ურთიერთობის ენა. ეს უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო დიდი მიღწევა, იმიტომ რომ საერთო სახალხო ენა ვერ შეიმუშავეს ზოგიერთმა დიდმა ერმაც კი, მაგალითად ალბანელებმა ეს ვერ შეძლეს, 26 ტომი იყო, ჩვენი მეზობელი დიდი ხალხი იყო, თითქმის ისეთი ძლიერი როგორც იყო იბერიელი ხალხი, მაგრამ ვერ შეძლეს მათ საერთო სახალხო ენის შემოშევება და ამიტომაც ალბანელები დაიშალნენ სხვადასხვა ტომებად და მე მოხდა მათი ასიმილაცია. ასევე სხვადასხვა ერებში. ასურელი მამების შესახებ ნაბრძანებია, რომ ასურელი მამები იყვნენ ასურეთიდან, არც ისმენოდან საქართველოს, არ იცოდნენ ქართული ენა და როცა მიიღეს ღვთისაგან ბრძანება, რომ მათ უნდა ეკადაგათ საქართველოში, თავზარი დაეცა და ამბობდნენ, ჩვენ არ ვიცით სადაა საქართველო, არ ვიცით ქართული ენა. და აი ამ ლოცვის დროს მათ მყისიერად მიეცათ ყოვლადწმინდა სამების სულიწმინდის მიერ ქართული ენის ცოდნა. ეს არის აღწერილი და ეს არის ასევე იოანეს ზედაზნელს, შიომ ღვიმელს პირდაპირ მაცხოვრებაში არის აღწერილი. ასევე მე შემიძლია ანუ გამეორდა ისასწაული, რაც სულთმოფენობის დროს მოხდა, როდესაც მოციქულებზე გადმოვიდა სულთმოფენები და მათ უნარი ჰქონდათ სხვადასხვა ენებზე მეტყველების. იოანეს ზედაზნელის ცხოვრებაში ზუსტად ეს არის, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს არის აღნიშნული, რომ მათ აი სწორედ ეს სასწაული გამეორდა ქართული ენის ცოდნა მიიღეს და მე რა არის საინტერესო, ქართული ენის ცოდნა ასევე ღვთისმიერად მიიღეს სხვადასხვა ჩვენმა მამებმა, მაგალითად ყველა მეცის 16-მდელის, მაგალითად ეს პატარა იყო, კვდებოდა, პატარა ბავშვი, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა აღზრდები და ხსნილად უბნობდი ქართულითა ენითა და ის მან არ იცოდა ქართული და ადგა და მორჩა და ქართული ენით როგორც წყარო ამოდიოდა. ასე რომ უფალი ღმერთი მფარველობდა ქართულ ენას, მაგრამ ეს მაინც რა თქმა უნდა ეს იყო სტიმული და ეს იყო მთავარი, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ქართული ენა აერთიანებდა ძველ საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს. ანუ თუ კი ვთქვათ, მტერი იპყრობდა ერთ რომელიმე კუთხეს, ამ კუთხეში რჩებოდა კვლავ ქართული ენა. ანუ მტრისგან იყო დაპყრობილი, მაგრამ ქართული ენა და ქართული კულტურა ისე რჩებოდა. კიდეც იყო თბილისი, ან და ქვემო ქართლი, რომელიც სპარსელებმა თქვა დაიპყრეს, მაგრამ თბილისში მცხოვრები სომხების ენაც კი იყო ქართული ენა, ქვემო ქართლში მცხოვრები სომხების ენაც კი იყო ქართული ენა, ქართული კულტურა და როცა სპარსელები წავიდნენ, აღმოჩნდა რომ ისევ ქართულენოვან გარემოში არიან, ამიტომაც მოხდა რა თქმა უნდა ასეთი ეს იყო ძველ საქართველოში, ასე არის სხვადასხვა ქვეყნებში დღესაც, ამაზე ალბათ ვისაუბრებთ და ასე უნდა იყოს ახალ საქართველოში ქართული ენა
ანუ სახელმწიფო ენა უნდა ერთიანებდეს საქართველოს მოსახლეობას. მე დავამატებ, მე ვფიქრობ, სწორედ აი ამ კონტექსტით არის საინტერესო ქართლის ცხოვრებაში ხაზგასმული, რომ ფარნავაზის და ქუჯის დროს იქცა ერთიან ენად და ქვეყნის გამოერთიანებელ ფენომენად ქართული ენა და არ გაიზრახებოდა სხვა ენა თვინიერ ქართულისა. ამავე ფორმულის განსხვავებული ვარიანტია, მაგრამ არსობრივად იგივეა, ქართლად ფრიადი ქვეყნაა აღირაცხების. ანუ ჩვენი წინაპრები ხაზგასმულად, გააზრებულად აკეთებდნენ აქცენტს, რომ ქართული ენა არის საქართველოს გამოერთიანების ფენომენი, როგორც სახელმწიფო ენა არის გამოხატულება ღირსებისა, სახელმწიფოს ღირსებისა და ქართველთა შემკრელია და არაქართველთა ასევე საკომუნიკაციო ენა არის, ვინც ცხოვრობს საქართველოს სახელმწიფოში. შემდეგ რუსობის პერიოდში ჩვენ მოგვეშალა ეს სახელმწიფოებრიობის განცდა და ეს მოიშალა არა მარტო ბაგრატიონების ჩამოგდებით თუ დამხობითა და ეკლესიის ფუნქციის გაუქმებით, არამედ ქართული ენის ფუნქციის გაუქმებითაც. ფაქტობრივად, ასე რუსობის პერიოდში, შემოვიდა ჩრდილოეთის იმპერია, მოხდა საბოლოოდ მოხდა ქართული ენის როგორც სახელმწიფო ენის განადგურება და ქართველთა გამოერთიანებლის განადგურება და ხდება ამის შემდეგ იწყება ჩანაცვლება რუსული ენის, ასე რომ ისევ ჩვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული საზოგადოებაზე, პოლიტიკურ სპექტრზე, ასე ვთქვათ, ინტელექტუალურ ნაწილზე, ასე რომ ძალიან ბევრი რამ არის შეიძლება მტრის ბრალიც, მაგრამ ბატონი გიორგი დამეთანხმება წეგან ჩვენ გქონდა საუბარი, რომ ასევე რაღაც ჩვენი პასიურობა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ დღეს ჩვენი ენა აღარ არის საქართველოს გამოერთიანებელი და აღარ არის საქართველოს მოსახლეობის გამოერთიანებელი ფენომენი. და ამიტომ ტკივილი მარტო და საუბარი იმაზე რომ აღარ არის, ეს ერთია, ალბათ ჩვენი გადაცემის უნდა იყოს მიზანი თუ რა პრევენციები, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ფუნქციის ენის ფუნქცია აღდგეს და დაიბრუნოს ქართული ენის ღირსება, ასაც ქვია ქართული ენის როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მე ბატონ ტარიელს გავაგზავნებ თუ შეიძლება და ზოგადად ვიმსჯელებთ კი არა ვისაუბრებთ ზოგადად ენის ფუნქციაზე. საქმე იმაშია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ენის როლზე, დღეს უკვე აღარ არის საკამათო მეცნიერებაში, სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, რომ ენა უპირველეს, რატომ არის ის გამოერთიანებელი? აი ესე დავსვათ საკითხი, იმდენ რომ ენა ეს არის მსოფლმხედველობა. ეს საბოლოოდ ჰუმბოლდტთან დაუშვათ უკვე ჩამოყალიბდა და პირდაპირ განისაზღვრა ბატონ ტარიელ ბოდის გიხდით რა თემებს მე ვეხები ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს ის საკითხი, რომელიც უშუალო კავშირშია ჩემს უშუალო საქმიანობასთანაც. და ეხლა ნებისმიერი თანამედროვე ფსიქოლოგიც და სოციოლოგიც პირდაპირ გეტყვის, რომ ადამიანი სამყაროს ენის კულტურულ პრიზმაში ხედავს. და აი ძალზე მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, აი თუნდაც ბავშვებისთვის, რომლებიც ალბათ ვიყურებენ, თავისთავად სიტყვა ქვეყანა უკვე მსოფლმხედველობრივი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ შენ არამატერიალისტურად უყურებს საფოს, იმიტომ რომ ესე იგი ზე ყანაც არსებობს, ისე როგორც მაგალითად ქართულში წითელი დაუშვა და არასდროს არ ნიშნავს მშვენიერებისა, მაგრამ რუსულში მაგალითად კრასნი ეს მშვენიერების აღნიშნულია. ეს უკვე ესთეტიკური ხედვის და ხილვის, ისე როგორც მსოფლ აღქმის, მაგალითად თუ ქართველი ამბობს მე მესმის, ინგლისელი ამბობს I see. ანუ გაგების თვალსაზრისით რა არის პრიორიტეტი, ენა ამასაც კი წარმოაჩენს და შესაბამისად აი მე ძალიან მიხარია რომ ბატონი ოქტაი არის ახლა ჩვენს გვერდით და ალბათ აი ამ თემას ასე ვთქვათ ბატონ ოქტაის დავთმობდი მე და ბატონი ტარიელი 90-იან წლებში ერთად ვიყავით ასე ვთქვათ მესხეთში სამცხე-ჯავახეთში როცა ძალიან პრობლემური საკითხები იდგა სხვათა შორის და აი პირდაპირ შემიძლია პირდაპირ გითხრათ რომ იმ დაუშვათ არაქართულ მოსახლეობასთან სომხ მოსახლეობას ხედულობაში რომლებიც იცოდნენ ქართული ენა ინტეგრირებული იყვნენ ამ სამყაროში ანუ მათი მსოფლ აღქმა გასაგები იყო ქართული პრობლემა პრაქტიკულად არ არსებობდა ბატონ ტარიელ და იმ სოფლებში იმ ადგილებში იმ კუთხეებში სადაც ქართული არის ესე იგი იყო კატასტროფული ანტაგონიზმი ანუ ეს გამოცხადა ჩაგერთვებით კონფლიქტები პოლიტიკური იწყება ენობრივი კონფლიქტებით. თუნდაც. ამიტომ აი მე მიმაჩნია რომ ჩვენი ძალზე დიდი ღირსება არის ის რომ საქართველოს აი როგორც მეუფე ბრძანებდა ჩვენს წიაღში ქართული ენის წიაღში ზოგადად ამ გეოგრაფიულ არეალში უამრავი კულტურა განვითარდა. თუ დავაკვირდებით მაგრამ მათ იცოდნენ შესანიშნავად ქართული ენა. რასაკვირველია და ერთმანეთს ქართულად ესაუბრებოდნენ. რასაკვირველია საეთნოს ფენომენსაც ქართულ ერთმანეთს ბიზაშვილები
ოჯახის და დამოკიდებულებაც ესეთი იყო. ანუ ისინი ქართული კულტურის ნაწილი გახდნენ ისევე როგორც არ დაკარგეს საკუთარი იდენტობა. ეს ასეთი ქვეყნების, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ჩვენისთანა ქვეყნის სიმდიდრეა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ეს ისეთი რაღაცაა, რაც ჩვენ წინააღმდეგაც შეიძლება შემოტრიალდეს, მაგრამ გონივრული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ეს იქნება ჩვენი განძი. და აი ბატონო ეს ვთხოვოთ, რომ ეს თემა შიშობ რომ ვერაფერს ვერ შევმატებ თქვენს ძალიან ღირებულ და განსჭაფართო ასე ვთქვათ გამოსვლას, მაგრამ საინტერესო მომენტია რომ როდესაც ჰუმბოლტი ახსენებს, მაგრამ ჰაიდეგერი ამბობს რომ ენა ყოფიერების სახლია, ბატონი რევაზი ამბობდა რომ სავანი მირჩევნიაო. დიახ, ანუ მთელი ქვეყნიერება სამყარო ეს ჩაწურულია ენაში და ენა მხოლოდ ასე ვთქვათ კომუნიკაციის გაგებინების ფუნქცია. დიახ, ჰაიდეგერი თქვა. დიახ, გაგებინების საშუალება კი არ არის, არამედ ის აი როგორც ჰუმბოლტი ბრძანეთ, ის ამბობს რომ ენა ერის გონია და ერის გონი მისივე ენაა და თუ გინდა რომ ჩაწუდე ამ გონს, ამ სულს, აუცილებლად უნდა იცოდეო ეს. დღეს საქართველოს ის მოსახლეობა, რომელმაც არის ის ქართული ენა, სახელმწიფო ენა, ფაქტობრივად ესე იგი მოკლებულია ორგვარ მე ვიტყოდი მალს თუ გნებავთ რაღაც საშუალებას იმისას, რომ თქვათ პირველი ის რომ ის წმინდა ძალიან ჩვეულებრივ ყოფით დონეზე კომუნიკაციაში ვერ შედის სატიტულო ერთან უმრავლესობასთან ქართველ ერთან და სხვებთანაც რომელთა ენაც უშუალოდ არის ისმან და ასევე ვთქვათ ის ვერ წვდება ამ შემთხვევაში ქართულ სულს, ქართულ გონს და ფენომენს საერთოდ. ეს კიდევ უამისოდ ფაქტობრივად ის იზოლირებულია როგორც კულტურულად, ასევე ფსიქოლოგიურად, მენტალურადაც და ის არა მარტო არ არის ჩართული, ასე ვთქვათ, საერთო ქართულ კულტურულ მოვლენაში, არამედ ვერ ივითარებს საკუთარ კულტურას, იმიტომ რომ კულტურა ეს არ გახლავთ, ასე ვთქვათ, მხოლოდ ცალმხრივი რაღაც განვითარება, კულტურა აუცილებლად კულტურამ უნდა იურთიერთოს სხვა კულტურებთან, რომ განვითარდეს. ანუ მხოლოდ თავისთავში შეკეტილი თვითმყოფადობა ასეთი რამ არ არსებობს. მე ახლა ვარ ეპარქიის მართველი. ქვემო ქართლის და ადრე ვიყავ სამცხე-ჯავახეთის ასეთ ვეცნობ ხალხს. ანუ ჩემთან ცხოვრობდნენ როგორც სომხები, ასე აზერბაიჯანელები და მათი სურვილი იყო განსაკუთრებით ახლა ვთქვათ აზერბაიჯანელების, რომ ისწავლონ ქართული ენა. და ეს საშუალება სად არის? ძალიან სურთ რომ ისწავლონ ქართული ენა. მათი საშუალება მასწავლებელი არაღა ფაქტურად არ არის, ვიცით ჩვენა. მეზობელი თუ გყავს სადმე ქართული რუსულად ელაპარაკება, ანუ ქართული ელაპარაკება თქვა ქართულად, არამედ რუსულად ელაპარაკება. და მათ იმედი ჰქონდათ რომ აი რადგან სახელმწიფო არის ტელევიზიის საშუალებით შეისწავლიდნენ ქართულ ენას. აი ოჯახში დგას ყველგან ტელევიზორი, პატარა ბავშვიდან მოხუცებულებამდე ყველა უსმენს, მაგრამ ესე იგი იმედი ჰქონდათ რომ აი ეს ტელე სივრციდან მოისმენდნენ ისინი ქართულ სიტყვას, მაგრამ აი შეიქმნა საგანგებო არხები, თქვათ არხი პიკი, თქვათ ეს საქართველოს და კავკასიის გამართიანებლად არის რუსულენოვანი. ანუ იმედი ჰქონდათ რომ ესე იგი მოიცავდა ამ რეგიონებს ქართული ტელევიზია, თქვათ ჩვენი თბილისის ტელევიზია, თქვათ აღწევს შეიძლება მანგლისამდე ვერ აღწევს, მაშინ როცა თქვათ აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ტელეარხები, გინდა რადიო არხები, შესანიშნავად ისმის, რუსეთიდან რუსული არხები, ქართული არხები არ ისმის. იმედი ჰქონდათ რომ რაღაცა საერთო ზოგადი ტელე არხი შეიქმნება და რომელიც მოიცავდა როგორც აზერბაიჯანელებს, როგორც საქართველოს კუთხეებს, ასე თქვათ ჯავახეთს, მაგრამ ასეთ რამე არ მოხდა. ასე რომ ტელევიზია ფაქტობრივად ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რომ რასაც ქვია ქვეყნის გაერთიანება, ანუ ქართული სახელმწიფო ენით ქვეყნის ინტეგრაცია. მეფე ჩაგერთვებით, ხა პიკის ფუნქციას რაც შეეხება, მე რამდენადაც მესმის ეს პიკის ფუნქცია იყო ჩილო კავკასიასთან და აზერბაიჯანის მოსახლეობასთან, სომხეთის მოსახლეობასთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობა. ანუ პიკის ფუნქცია არ იყო საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს. ასეთ თქვენ რასაც ამბობთ, ესე პრინციპში ასეთი უნდა იყოს ყველა ქართული ტელეარხი. ასეთი უნდა იყოს. ყველა ქართული ტელეარხი ასეთი უნდა იყოს. ამაზე რა მე მინდა ეს თემა გავაგრძელო, უბრალოდ ჩვენი აზრით მე მგონი ერთნი ვართ ყველანი, რომ აუცილებელია სახელმწიფო ენა იყოს თავის სტატუსში აღდგენილი. დღეს საქართველოს არის ოკუპირებული ქვეყანა, ტერიტორია, მეოთხედი არის ოკუპირებული უცხო ძალის მიერ, საიდანაც გამოდენილია ქართველი, როგორც ცოცხალი ადამიანი,
და ასევე საქართველოს დიდ ნაწილში ქართული ენა ვერ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ ქართული ენა როგორც სახელმწიფო ენა არ არის საზოგადოების ბატონო ტარიო ჩაგერწევით. აი ოკუპაცია დაიწყო რითი? როდესაც აფხაზეთიდან გამოიდევნა ქართული ენა, მაშინ დაიწყო დაკარგვა. საფუძველი მაშინ ჩაეყარა საფუძველი. ეხლა დღეს ზუსტად ჩვენ გვაქვს ეს რეალობა, რომ საქართველოს ნახევარ ტერიტორიაზე ქართული ენა არ არსებობს. აი ამ დროს სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს შემუშავებული აბსოლუტურად გააზრებულად და მე ძალიან მწყის და ვერ ვიღებ და არც ვიღებ არასოდეს რომ ბოლოს რამდენიმე წელიწადია მილიონები დაიხარჯა ქართული ენის როგორც მეორე ენის სწავლებაში. შედეგი ნულია. მათ უნდა დაერქვათ პროექტს უნდა ერქვას სახელმწიფო ენის სწავლება და არა მეორე ენის სწავლება. აქაც არის ამ სახელში რაღაც გარკვეული არსი. გარდა ამისა ვერ შემუშავდა და ეს ფული გაიფრინდა მე ასე იმაჩნია რომ მოხდეს რეალური სწავლება სახელმწიფო ენისა და რაც თავარია აი ტელევიზიის ფენომენი არ არის გამოყენებული ამ მიმართულებით ეს მეტყველება ტელევიზიის როგორც აღარა მე ვფიქრობ ბრძანებდა არ ესმით ქართველებსაც და მით უმეტეს არ ესმის არაქართველებს გარდა ამისა აუცილებელია სახელმწიფომ დაგეგმოს გარკვეული პრევენციული ღონისძიებები რომ მოხდეს სახელმწიფო ენის როგორც ქვეყნის ღირსების მატერიალების და შეფასებლის აღდგენა ჩვენს ტერიტორიაზე. თუ ჩვენ არ ავადგენთ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებას, შეუძლებელია მოხდეს სახელმწიფოს აღდგენა. მე მიმაჩნია რომ დღეს უფრო მეტი საფრთხეები ვიდრე წარსულში ჩვენ გქონდა. კერძოდ საუბარია ევროპის რეგიონული ენების ქარტიის და დადასტურებაზე 12-13 რეგიონული ენის სიის ჩამონათვალით. დღეს საუბარი არის რომ შეიქმნას ქართული ენის ეროვნული კორპუსი და ამაში არჩევთ ქართველთან დიალექტების ნახევარი და ფაქტობრივად არის საუბარი რომ შეიქმნას ალტერნატიული კორპუსები. ანუ რეალურად ჩვენ არა მარტო ჩვენი თანამოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი რჩება ქართული ენის ველის მიღმა, არამედ შეიძლება მომავალში ქართული ენის ნახევარით დარჩეს ქართული ენის მიღმა რეალურად. დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების საშუალებით. სახელმწიფო ენის კორპუსი და რა ქართული ენის. იმიტომ რომ ხალხს გონია დიდ ნაწილს რომ ეს არის ლაპარაკი, ასე ვთქვათ, ეთნიკურ ქართულ ენაზე. მაგრამ ქართული ენა ამ შემთხვევაში არის საერთო სახელმწიფო კულტურის უმთავრესი ელემენტის შესახება საუბარი. ქართული ენა როგორც არა ეთნიკური ელემენტი, არამედ როგორც სახელმწიფო ელემენტი. ასე რომ უნდა იყოს სახელმწიფო ენა და არა ქართული ენა. როგორც ახლა საფრანგეთში არის ფრანგული ენა, სახელმწიფო ენა და ყველა მიცის და ყველა სწავლობს ინგლისური ენა, გერმანიაში გერმანული ენა, რუსეთში რუსული ენა. ანუ ეს არ იწვევს არავის გაკვირვებას, არავის ხალხს. ვიტყვი რომ ესე იგი საქართველოს გარდა ყველა ქვეყანა თვით აზერბაიჯანის კი ძალიან ასე ვთქვათ სათუთად ეკიდება და ფაქიზად ეკიდება ამ საკითხს. საქართველოს გარდა. და დღეს რომ გადავხედოთ ამ სპექტრს პოლიტიკური თუ ხელოვანთა რაღაც ნაწილისა მეტყველებას, ეს არის აბსოლუტურად ძალიან დამახინჯებული, ის ქართულიც აღარ არის. ისინი ლაპარაკობენ ქართული სიტყვებით, წყობა აბსოლუტურად ინგლისური აქვს და ან სხვა ენისა. ინგლისური ფაქტობრივად იქცა აქცია ეს უბრალოდ დეზინტეგრაციის საშუალებად. ანუ ინტეგრაცია სახელმწიფოსი ამით არ მოხდება. ინტეგრაცია უნდა ხდეს მხოლოდ ქართული კულტურით, ქართული ენით. ახლა თუ ჩაანაცვლეს ქართული ინგლისურით, ეს იგივე რაც ქართული ჩაანაცვლა რუსეთის იმპერიამ რუსულით. არის იყო აქ საუბარი. მაშინ გასწრება უკაცრავად ქართულის თვითმყოფადობას. როდესაც ჩვენ ქართულის თვითმყოფადობაზე ვამახვილებთ ყურადღებას, ეს ის კი არ არის თქვათ რომ რაღაც სხვა ერებთან მიმართებაში მის უპირატესობას ვქადაგებთ და შოვინისტურ აზრებს გამოვთქვათ. არა, ეს თვითმყოფადობა, როგორც ვთქვით, რომ ენა არის მსოფლო აღქმა, ქართულს აქვს უდიდესი გამოცდილება, როდესაც სხვა ერები ევროპაში ჯერ კიდევ არ იყვნენ ფორმირებულნი, რომ ქართულს უკვე გააჩნდა თავისი მტკიცე სტრუქტურა და გამომსახველობა და გამომხატველობა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გულისხმობს და შემთხვევით არ არის, ამაზე მუშაობდნენ თავის დროზე. და დღევანდლამდე თუ მოვატანეთ, ესე იგი ამ ენას მსოფლიოსთვის აქვს სათქმელი. როდესაც უარყოფ ენას, უარყოფ კულტურას, რომელიც დგას ამ ენაზე. კულტურას როცა უარყოფ, მაშინ რა რჩება? შენ აბსოლუტურად რჩები როგორც ბარბაროსი. იმიტომ რომ კულტურა არის სულიერი ფენომენი. და გამოდის რომ ესე იგი ფაქტობრივად იმ დონეზე შეიძლება დავიდეს ერი, რომ საკუთარ შექმნილი კულტურა მე თავიდან შესასწავლი გაუხდეს. პრობლემა, რომელსაც ბატონი ოქტაი შეეხო, დგას ქართული სახელმწიფოს წინაშე და დგას ძალზე მწვავედ. ეს არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ჩამოყალიბებული მწყობრად კულტურის განვითარების კონცეფცია რეალურად ეროვნული და ზოგადად აი რისთვის გვჭირდება ჩვენ ეს სახელმწიფო, რასაც ბატონი ოქტაი ბრძანებდა.
და დანამდვილებლად ახლა მან არ ვიცი უნებლიეთ ალბათ შეგნებულად პირდაპირ თქვა და განაცხადა ის რაც ცნობილია ფსიქოლოგიაშიც, სოციოლოგიაშიც, როგორც არამატერიალური კულტურის ფენომენი და მატერიალური კულტურის ეს ორი სრულიად განსხვავებული ფენომენია, როგორც დაუშვათ ალტრუიზმის ფენომენი დამთავრებული რელიგიამდე ეს ნებისმიერ რელიგიამდე ეს განეკუთვნება ბუნებრივია არამატერიალურ კულტურას და სწორედ ის ქმნის მატერიალური კულტურის ფენომენს. მე მგონია რომ აი მე მახსენდება მამაო ჩვენ მგონი ერთადაც ვიყავით აკაკი ბაქრაძის ლექციები მახსოვს ფერისცვალების მონასტერში და იქ ითქვა მეუფე ესეთი ფრაზა ის იყო 90-იანი წლები მაშინ ჩვენ სამივენი ერთად ვიყავით მგონი ახალციხეში ესე გამოდის 80-იანი წლების ბოლო და აკაკი ბაქრაძემ ესეთი ფრაზა თქვა აი რა არისო დამოუკიდებლობისთვის უპირველეს ყოვლისა საჭირო და ბატონმა აკაკიმ ბრძანა ფრაზა რომელიც დღემდე საოცრად აქტუალურია ეროვნული ცნობიერების მთლიანობა და ამ ეროვნული ცნობიერების მთლიანობაში მე განმარტა სხვა შორის ის გულისხმობდა ყველა ერს ცხოვრებს საქართველოში დღემდე ეს საკითხი დგას ძალზე მწვავედ და თუ ჩვენ არ გვექნება ერთიანი სისტემა თუ რაღაც კორელაცია შეექნება განათლების სისტემა განათლების დაუშვათ მიმართულება და დღემდე ჩვენ არ ვიცით რა ადამიანს ვქმნით აი მე და ბატონი ტარგელებს საუბრობდით რომ იმსჯელო რისთვის გვჭირდება ჩვენ ეს სახელმწიფო ამაზე საუბრის უნარიც კი ბევრს არ გააჩნია მაშინ როდესაც უზარმაზარი გამოწვევ მაშინ როდესაც ჩვენ ვდგავართ უზარმაზარი კულტურათა ასე ვთქვათ ერთი მხრივ აზიისა და ევროპის მეორე მხრივ დაუშვათ ისლამისა თუ ქრისტიანობის გადაკვეთის იმაზე სადაც აი ბეწვის ხიძია სასიარულო და ეს არის ჩვენი ჩვენ ვართ გზაჯვარი ნამდვილი კროსკულტურული ასე ვთქვათ თუ შეიძლება ითქვას გამოწვევების წინაშე აუცილებელია დაიგეგმოს ძალიან პრაგმატული ღონისძიებები რა უნდა განხორციელდეს წარსული ვიცით რომ რაც არის რა არის დღევანდელობა ესე ჩანს რომ ქართული ენა ფაქტობრივად არ არის სახელმწიფო ენა და ფაქტობრივად არ არის კონსოლიდაციის ენა საქართველოში და ქართულებშიც კი ეს ენა ხდება მეორე ხარისხოვანი იმიტომ რომ ბევრი რაღაცების გამო, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა. დღეს ყველა ენა სოფლიოში მოკვდება, თუ ეს ენა არ იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების ენა. ანუ მემოქმედებაში მანქანური თარგმანები, მემოქმედებაში მეტყველების ქცევა ტექსტად, ტექსტის გახმოვანება, უკვე სოფლიოში ამაზე ბევრი ხალხი მუშაობს. ძალიან კარგად განვითარებული ენები უკვე ფლობენ ამ ტექნოლოგიებს და არავის აღარ დაჭირდება ხვალ დღეს ხალხი აღარ კითხულობს წიგნს არ შეიძლება ცალკეული მეცნიერების უცხოური თუ ქართული ფონდების ხელში იყოს ენის ტექნოლოგიების პერსპექტივა აუცილებელია სახელმწიფომ აი სიტყვა ჩვენში მე მინდა ჩავდო სახელმწიფო ვალდებულია სახელმწიფოს ხელმძღვანელობა რომელიც დანიშნა მთავრობაში ხალხმა ანუ გაუწიოს ამ ხალხის კულტურას სეს პატივი და დაგეგმოს ხელისუფლებამ კონკრეტული ღონისძიებები, როგორ იქცეს ქართული ენა თანამედროვე კულტურულ ენად, ტექნოლოგიების ენად, რომ მოახლოეს მომავალში ქართული ენა, როგორც კულტურული ფენომენი არ დაიკარგოს საერთოდ. არსებობს ენა როგორც მეტყველების საშუალება, მაგრამ ენის უმთავრესი ფუნქცია არის სოფლახქმა და აზროვნება და ასევე ცოდნის შენახვა. ენა არის ცოდნის შემნახავი ფენომენი. თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის არსებითია უკვე არა როგორც კომუნიკაცია მარტო, არამედ ცოდნის შენახვაც და რასთავარია ურთიერთობების სრულიად სხვა მოდელია უკვე. ერი არის ენობრივი ინდივიდი. ერის მეობის საფუძველი ფუნდამენტი არის ენა და ეს ენა ჩვენი ენა ვერ გადარჩება და ვერცერთი სხვა ვერ გადარჩება თუ თანამედროვე ტექნოლოგიების ენა არ გახდება ქართული ენა. ამიტომ ვის რომ პრობლემა არსებობს ეს ნათელია, მაგრამ რა არის გამოსავალი? გამოსავალია რომ ძალიან სწრაფად, ძალიან დროულად ხელისუფლებამ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნით, ანუ ჩვენ ყველანი ერთად გავერთიანდეთ, რომ დაიგეგმოს ქართული ენის, როგორც კულტურული ფენომენის, თანამედროვე ტექნოლოგიების გადარჩენის გზები და რასთავარია ქვეყანაში იყოს გააზრებული ყველა მოქალაქისგანაც და პოლიტიკური სპექტრისგანაც, რომ ენა, სახელმწიფო ენა არის ქვეყნის ღირსების საზომი. ყველა სახელმწიფო და ჩვენიც დაიშლება თუ ერთი ენა, ერთი კულტურა არ გაერთიანებს მის ყველა ცხოვრებას. რა თქმა უნდა. აი თქვათ, აი ესე ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანი იყო თქვათ ათათურქის რეფორმები, რომელიც მან ჩაატარა თურქეთში. თურქეთის ხო პირველ ყოვლისა, სანამ ის ეკონომიკაზე იფიქრებდა და პირველ ყოვლისა, ესე იგი მიაჩნდათ, რომ ძველი ოსმალური სახელმწიფო ეს იყო კოსმოპოლიტური, არათურქული სახელმწიფო იყო, ამიტომაც მან შემოიღო ახალი თურქული ენა. ანუ ძველი ოსმალური თქვა, რომ ეს არ არის თურქული ენა, მართლაც თურქები დიდი განსხვავება არის. და თურქული მოსახლეობამ კარგად არ იცოდა, ნაწილმა იცოდა, იყო სხვადასხვა ტომები, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და
აწია მან ავტორიტეტი თურქული ენისა, ყველგან თურქული ენა იქცა სახელმწიფო ენად და ჩაანაცვლა ძველი ოსმალური კულტურა თურქული ენით. და იქამდე თუ კი ოსმალეთი სხვადასხვა ტომების ნაერთი და ნაკრები იყო, ახლა არის როგორც ერთიანი ერი. და მათ შორის თქვათ იქაური ქართველებიც თქვათ იქამდე ინარჩუნებდნენ კარგად თქვათ ენას, კულტურას, მაგრამ ახლა უკვე თურქული ხდება მათი ძირითადი ენა. და ეს ქართველები ახლა მინდა ვთქვა და ასევე საქართველოში მცხოვრები კიდე სხვა ხალხი მოსახლეობა ითხოვს, რომ როგორმე ტელევიზია მიმუშაოს, ქართულმა ტელევიზია მიმუშაოს და როგორმე მოიცვას თურქეთის გურჯობაც, რომელიც არის არა 1 და 2 მილიონი, როგორც თვითონ ამბობენ, რომ ეს არის რამდენიმე მილიონი ადამიანი, რომელიც თხოვს საქართველოს. ყოველ შემთხვევაში ჩემთან ყველა შეხვედრაზე, ჩვენ ოფიციალური შეხვედრებზე გქონდა თქვა თეოლოგიის კათედრაზე, თქვენთანაც უამრავი შეხვედრებია. მე მინახე რომ ჩვენ ორივე როცა ვიყავით, მოვიდა თურქეთის ერთ-ერთი ძალზე გამორჩეული მეცნიერი ქართული წარმოშობისა, რომელიც თხოვდა რომ იქნებ როგორმე ტელევიზია მიმუშაოს, რომ ქართული ტელევიზიის, ანუ ქართული მეტყველება გაისმას, ანუ ჩვენ თუ გვინდა გქონდეს ერთიანი სახელმწიფო, აუცილებელია რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა მოსახლეობამ, ეს იქნება აზერბაიჯანელები თუ აფხაზები თუ ოსები, იცოდნენ ქართული ანუ სახელმწიფო ენა, ანუ აზერბაიჯანელი უნდა იყოს ქართული კულტურის შემოქმედი. ანუ ეს კარგად გააკეთეს რუსებმა, შესანიშნავად რუსებმა. და ყველა ერი აკეთებს ამას. აი რუსეთი მაგალითად, მათ შორის შევიდა ჩრდილო კავკასიაშიც, თქვათ 26 ტომია დაღესტანში, ყველა სხვადასხვა ენა აქვს, მაგრამ მათი გამაერთიანებელი დღეს არის რუსული ენა. და ეს ტომები დაღესტნის ეს ტომები, რომლებიც უკვე ხალხები არიან, ერთმანეთს რუსული ენით ასაუბრებიან, ანუ რუსული კულტურის შემოქმედები არიან. ანუ შეიძლება ლექსი კიდევაც დაწეროს რუსულ ენაზე და წერენ კიდევაც. მოთხრობას ადვილად კითხულობენ. ლერმონტოვი და პუშკინი თქვა ჩეჩნები, რომელიც მებრძოლებიც კი არიან. იციან ბრწყინვალედ. ანუ რუსულ კულტურაში არიან, რუსულ კულტურაში ცხოვრობენ, ანუ რუსებმა შეძლეს, რომ ეს უზარმაზარი სივრცე აქციეს რუსული კულტურის სივრცე. ამ შემთხვევაში მე უფრო უკაცრავად, ესე იგი, ფონი უნდა შეიქმნას ისეთი, როდესაც ეთნიკურ წარმოშობას უკვე აღარ ექნება, ასე ვთქვათ, ძირითადი დატვირთვა, როდესაც ადამიანი შემოქმედი იქნება აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, დაფასებული მისი შემოქმედებით, ნიჭიერებიდან გამომდინარე. რაც დღევანდელ საქართველოში ცოტა არ იყოს, ასე ვთქვათ, ხინჯობს. მაგრამ თავისას ინარჩუნებს ის თავის სოდნას, აზერბაიჯანელი ინარჩუნებს, მაგრამ ამავე დროს ურთიერთობა აქვს, ანუ ქართული კულტურის ენა, ურთიერთობის ენა არის ქართული ენა. ქართველი აზერბაიჯანელი მიყირადად მე რითი ვარ საინტერესო, ჩემი მეგობარი, ვთქვათ, ეთნიკური ქართველებისთვის, იმით რომ მე ვარ აზერბაიჯანელი და ვლაპარაკობ ქართულად. აი სწორედ ეს არის. მე როდესაც უკვე მაქვს ბედნიერება, რომ ნელ-ნელ ასე ვთქვათ, უკვე შევბედო და რაღაცა მივიღო მონაწილეობა, ვთქვათ, თანამედროვე ქართულ კულტურულ თუ ლიტერატურულ თუ სამეცნიერო ცხოვრებაში, აი სწორედ ამისთვის, ასე ვთქვათ, მომიწოდებენ. ეს უკვე იმით კი არა რომ მე მხოლოდ ასე ვთქვათ ქართული ვიცი და არა, აინტერესებთ ის რომ მე აზერბაიჯანელი როგორ ხედავ ამ რაღაც მოვლენას საკითხს. ეს უკვე კარგია. ანუ მე ვხედავ ასე ვთქვათ რაღაც თანასწორუფლებიანობას ამ შემთხვევაში, რომელსაც ჩემი ეთნიკური თუ წამსი, რელიგიური არავითარ ასე ვთქვათ დაბრკოლებას არ უქმნის, მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ამ შემთხვევაში მე მონაწილეობ ქართული კულტურის აზრის ასე ვთქვათ იმის. აი სწორედ ამით შემოვა. ესე იგი აზერბაიჯანელები და სომხები როცა ისწავლიან ქართულს, ამით ქართული ენა კი არ გამტკიცდება მხოლოდ. მათი ეხლა ძალიან ასე ვთქვათ ეს ყავს ფილოსოფიური და რაღაც ღვარჯნილი სიტყვა ჩართულობა რო ამბობენ. აი ეს ჩართულობა ან მონაწილეობა აჯობებდა რა ითქვა. გაიზრდა გარდა ამისა სწორედ ოქროს ხანა რა შექმნა მე-12 საუკუნეში. არა მხოლოდ იმამ თქვა ჭედურობამ და ასე შემდეგ, არამედ ენა. სწორედ, აი ენამ შექმნა. ენა კიდევ არის ლიბო სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა. ეს უკვე ვთქვით. და როდესაც ასე ვთქვათ, ქართული ენა განივრცობა მათშიც, ფიქრობ რომ ეხლა ძალიან პათეტიკური არ გამომივიდეს, მაგრამ რაღაც მიმსგავსებული სწორედ იმ ოქროს ხანისა ნამდვილად შეიქმნება, იმიტომ რომ ყველა შემოიტანს რაღაც თავისეულს, სათავისოს, მაგრამ ამას შეაზავებს, აი ქართული იქნება სწორედ ის ბრძმედი სხვადასხვა კულტურებისა, რაც იყო მე-12 საუკუნეში და რამაც შექმნა ოქროს ხანა და რამაც შექმნა ვეფხისტყაოსანი საერთოდ. აი ეს არის, იმიტომ რომ სწორედ აი ვეფხისტყაოსნის თქვა მინდოდა და დამასწრო, იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანი აერთიანებს ფაქტიურად იმ პერიოდის მსოფლიო გამოცდილებას კულტურულს. საოცრებაა თავისთავად რომ აი ესეთ
ნაწარმოებში ქართულ ნიადაგზე, მაგრამ მოქმედება ხდება არაბეთსა თუ ინდოეთში თუ ანუ ის უნივერსალურია მსოფლიოსთვის და ამ უნივერსალიზმს ატარებს ქართველი სწორედ ამ უამრავი კულტურის, იმიტომ რომ ჩვენ არასოდეს ჩაკეტილი საზოგადოება არ ვიყავით. ესე იგი აზრი ჩამოყალიბდა როგორც მე ვხედავ რომ თანამედროვე ტექნოლოგიები თქვა საინტერნეტო სივრცე თანამედროვე ასეთი კულტურა თქვა ინგლისური ენით მეშვეობით ან რაღაც სხვა უნდა იყოს ქართული და ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს ძველ საქართველოში აი ჩვენი წმინდა მამები ათონელ მამებზე იყო აქ საუბარი თქვა გლობალიზაცია ამ საუკუნეებში მე-9 მე-10 საუკუნეებში იყო ბერძნული ენა ბიზანტიის იმპერია ყვაოდა ლათინურ ენაზე უზარმაზარი ქრისტიანული ლიტერატურა იყო ჩვენო მამებმა ასეთ რამე კი არ თქვეს რომ აი მოდიოდა ახალ გლობალიზაციის ახალი ტალღა სოფლიო განათლების ახალი ტალღა აი რა ენით უნდა მიიღოთ ის კი არ უთხრეს ჩვენო მამებმა რომ ახლა ჩვენ სკოლებში უნდა ვასწავლოთ ბერძნული ენა მოდი ახლა ჩვენ ბავშვები აღზარდოთ ბერძნული ენის მეშვეობით პირიქით ქართველი ბავშვები 80 ბავშვი თქვა წაიყვარა გიორგი თასვიდელმა ქართულად თარგმნეს ბერძნული უზარმაზარი სოფლიო ლიტერატურა უზარმაზარი ლიტერატურა თითქმის ყველაფერი გადმოიღეს და სამითაობა დაჭირდა ჩვენი მამების სამითაობა დაჭირდა რომ ეთარგმნათ ქართულ ენაზე ანუ არა ბერძნულად არა ლათინურად არამედ ქართულ ენის მეშვეობით ახლა თანამედროვე ტექნოლოგიები ეს უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საქმე უნდა იყოს როგორც იმ მამებს ჰქონდათ სახელმწიფოდან ხელშეწყობა აი ვინც იცის მამების ცხოვრება მეფეები და ხელმწიფეები და საქართველოს სახელმწიფო როგორ ეხმარებოდა ამ მონასტრებს და ეხმარებოდა რა იყო მთავარი საქმე რომ ქართულად ეთარგმნათ ანუ იგივეა რაც დღეს თქვა საინტერნეტო სივრცე გახდეს ქართულენოვანი ხელმისაწვდომი არა ინგლისურად არამედ ქართული ენის მეშვეობით უნდა მივიღოთ ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიები მე ვფიქრობ რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მაგრამ ჩვენ რო არ დაგვრჩეს ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი ყურადღების მიღმა ანუ კულტურა როგორც ერთიანობის გამაერთიანებელი ფენომენი იქნებ ახლა რაღაც ამ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება მაინც როგორ შეიძლება ეს განვახორციელოს. მე მინდა ოქტაის მაგალითზე აღვგო ეს ჩემი მსჯელობა. მე ვფიქრობდი რომ რა კუთხით უფრო გასაგებია გამეხადა ჩვენი მსმენელისთვის, მაყურებლისთვის ჩემი პოზიცია და ამ დროს მოვიფიქრე მაინც ოქტაიზე გავაკეთო აქცენტი. ოქტაი არის ძალიან კარგი ოჯახის შვილი, კარგი მამის შვილი, ოქტაის მამა შახე ქაზუმოღლი არის პიროვნება, ვის დაამთავრა თბილისის სამართლის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართულ ენაზე და წითელი დიპლომი აიღო. ამ ოჯახში გაიზარდა ოქტაი. მამისი ჩემი თანაკურსელია და მეც ხშირად დავდიოდი მის ოჯახში, ოქტაის ჩემს ოჯახში დადიოდა. ოქტაი ფაქტობრივად სალიტერატურო ქართული ისწავლა ოჯახში, მაგრამ რო ჩაებარებინა უმაღლესში და დამატებითი სწორდა მან ჩემს ოჯახშიც მიიღო. ანუ ოქტაის ჰქონდა ორი მშობლიური გარემო. მისი მამის კარგი გარემო, ის იზრდებოდა კარგი აზერბაიჯანელია, კარგი აზერბაიჯანელი იცის, მაგრამ ასევე იზრდებოდა საქართველოში და კარგი ქართველია და თან კარგი ქართული იცის. ანუ მისთვის იყო ორი მშობლიური ველი, აზერბაიჯანული და ქართული. და თუ ჩვენ ქართველ ახალგაზრდობას მე დღეს ცხოვრობს მარნეულში, ხალხალაკში, თბილისში და აღშერდეთ, აი არ შეუქმნით ორ ქართულ მშობლიურ სამყაროს. ანუ არა როგორც მეორე ენა ვასწავლოთ, რაღაცა სხვა ენა ვასწავლოთ, არამედ აი უნდა უყურო როგორც საკუთარ შვილს, მე არ გამირჩევი ოქტაი ჩემს შვილებში და მან მან ეს ბუნებრივად მიიღო ეს ყველგან, იმიტომ რომ მე მას არ ვარჩევდი შვილებისგან. ანუ მან მიიღო რაღაც სხვათა ენა, ან რაღაცა თავისმოხეული ენა, სახელმწიფოს ენა, მან მიიღო როგორც მშობლიური ენა, იმიტომ რომ ის მშობლიური ველში იზრდებოდა. ანუ მე ამას ვაჯამებ. სახელმწიფომ უნდა შექმნას სიტუაცია, ფსიქოლოგიური ველი, სტრატეგია შეიმუშაოს, რომ ჩვენი მოქალაქე, ჩვენი შვილია და ამ შვილს უნდა ასწავლო მისი სახელმწიფო ენა, მისი სახელმწიფო ენა და არა ჩემი სახელმწიფო ენა. ანუ ეს ფსიქოლოგიური ველი თუ არ შექმნა ხელისუფლება, ეს როგორ უნდა შეიქმნას რა თქმა უნდა. ხელისუფლების გამო უნდა იყოს დაგეგმილი პრევენცია. ყველა როგორ და აი სწორედ სასწავლო პროგრამებში მე წეგნაც ხაზი გავუსვი როგორ შეიძლება მეორე ენა ასწავლოს როგორც სახელმწიფო ენა უნდა ასწავლოს სახელმწიფო ენა და უნდა იყოს გადაცემები მე დაიგოს თეატრი მე იყოს გამოყენებული თეატრები ტელევიზიები ანუ მე ძალიან კარგია თქვენი იდეა რომ ეს უნდა მიხრიდე მიუტანო სახელმწიფო ენაზე მისი კულტურა აი იგივე წარმოდგენებით უამრავი რაღაცით იგივე გადაცემის გამოსაყენებელი ტელევიზიები ინტერნეტი ეს დღეს სხვა სამყაროა ხო შეიძლება მე აღარ ვთავ ტელევიზორს უყურებ ყველაფერს ინტერნეტით ანუ
ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელია, ოღონდ მთავრობაში უნდა იყოს ჯგუფი, ვინც იმუშავებს ამაზე, რომ ქვეყნის ერთიანობა დაფუძნებულია ენაზე და ეს ენა იკარგება. უნდა შევათავაზოთ ჩვენი სახელმწიფო ენა როგორც მისი მშობლიური ენა, როგორც მისი სახელმწიფოს ენა, და რა როგორც მეორე ენა, რაღაც უცხო ენა. აი თვითონ არაბები ავიღოთ, ხომ აქ შექმნეს უზარმაზარი არაბული ენის აკადემია კაიროში. სადაც მიყავთ მეცნიერები არა მხოლოდ არაბი წარმოშობის, არაბული წარმოშობა, არამედ თქვა ქართულ საქართველოსდანაც ვინც კი ცნობილია და ასე უფრო სხვა ქვეყნებიდან ჩაყავთ. თვითონ საინტერესო ის არის, რომ ესე იგი არაბულად ნიშნავს გამოვთქვა. ანუ გამოთქმა სიტყვა ენა იქცა ერის აღნიშვნელად. საინტერესო ფენომენია ძალიან და თუ როგორ უყვართ საკუთარი ენა არაბებს, თუ როგორ პატივსცემენ საკუთარ ენას არაბები, ამაზე რა თქმა უნდა არავის არ ესწავლება. სხვათა შორის საღვთო უნდა ავიღოთ მათგანაც, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ასე ვთქვათ, აი ლოლიავი მუდმივი ენაზე იწერება, აფინანსებენ ამ ყველაფერს და ასე შემდეგ. ხომ, ესე იგი, როგორ უნდა იმონაწილეოს სხვა? აი ვეფხისტყაოსანი ეგეც უნდა ჩავთვალო. აი არაბების ნახევარზე მეტმა არ ესმის თუ არ ისწავლა, არ ესმის ლიტერატურა არაბული. დიახ, ესე იგი ფუსხახია. მაინც ინარჩუნებენ ერთიან არაბულს. ერთიან არაბულს ინარჩუნებენ. კი, იმიტომ რომ ყველას მაგალითად სირიულმა თუ სირიულ დიალექტზე დაილაპარაკა, უბრალოდ ვერ გაიგებს და ასე შემდეგ. მათ აქვთ საერთო კლასიკური არაბული ყურანის ენა, რომელსაც ინარჩუნებენ. ასე უნდა იყოს. კი, ნამდვილად. ესე იგი, როგორ უნდა ვიმონაწილეოთ, ვთქვათ, ხალხური კულტურის შექმნაში. აი, სწორედ ესე იგი ეს ფენომენი კიდევ დავესესხები ბატონ რევას ძალიან რევას სირაძეს, ხო? სირაძეს, კი. რომ ესე იგი სამბობდა, ჩემთვის საინტერესოა, როგორ ესმის აზერბაიჯანის მაგალითად ვეფხისტყაოსანი. მე ვფიქრობ, რომ ესე იგი, აი, სწორედ ამას გულისხმობდა ის საერთო ასე ვთქვათ კულტურულ ფერხოს. აზერბაიჯანელები დაინტერესება ძალიან კარგად, მე მიცდია კიდევაც და გამოსვლია ჰაგიოგრაფიითაც, მაგრამ მწვერვალი მაინც არის ამ ყველაფრისა, ესე იგი, ვეფხისტყაოსანი. როდესაც ის თავის ასე ვთქვათ მწამს ნახავს იქ, ვთქვათ, რაღაც სიტყვებს ასე შემდეგ, უკვე ის მიხვდება, რომ უცხოსული და უცხოსხეული კი არ არის, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნად. არამედ ამ ქვეყანაში, არამედ ასე ვთქვათ, რაღაც თანამონაწილეა. და სწორედ ვეფხისტყაოსნის ასე ვთქვათ შესწავლით, ზოგი მეცნიერი გამოვალბათ, იმ კულტურული ძირების ძიებით, ამ ყველაფრით ეს არის რაღაც ჰარმონიული სამყარო, ხომ? ის აუცილებლად უკვე ნელ-ნელა გაიმართება იმისათვის, რომ ვთქვათ, შექმნას საერთო ქართული კულტურა და ამით გაამდიდროს. ჩვენ როდესაც ვიტყვით, რომ აი, ვთქვათ, რუსთაველის რუსთაველობას რა ქმნის გენიალურობას, როგორც ამბძანეთ, რომ ის თავის თანამედროვე კაცობრიობის ესე იგი მიღწევებს იყენებს, ხომ? სწორედ ამ მიღწევებით შეიძლება დაინტერესება და მოუწოდეთ, რომ თქვა დღეს არის ქართული კულტურა მზად იმისათვის, რომ თანამედროვე მიღწევები გამოიყენოს საკუთარ ასე ვთქვათ, საკუთარი წიაღის გასამდიდრებლად თუ გასაფართოებლად და თქვა შენ როგორც ასე ვთქვათ, ეთნიკური აზერბაიჯანელი, შენი კულტურული მსოფლმხედველობით და ასე შემდეგ მჭირდები ამ დიახ, იმაში. ჩვენ ვამბობთ რომ ქართული კულტურით აუცილებელია უნდა გადაიფაროს საქართველოს ტერიტორია მაინც. აუცილებლად. და მაგრამ რეალობა ასეთია, როგორც გითხარით, სამხრეთ საქართველოში და ალბათ სხვაგანაც. აი ჩართავ, თქვა ტელევიზიას სულ დაფარულია აზერბაიჯანული და თურქული არხებით. ასე რომ არა ქართული კულტურა ფარავს, არამედ იმდენად ვართ ჩვენ უკვე დაგვიანებული, რომ ეს სივრცე უკვე დაიკავა აზერბაიჯანულმა ტელევიზიამ, თურქულმა და სომხურმა ტელევიზიამ, თურქულმა ტელევიზიამ, რუსულმა ტელევიზიამ. ეს მაინც მოახერხოთ, რომ არა თუ იქით სივრცე ვთქვათ, საზღვრებს იქით, არა, საზღვრები მაინც ქართული კულტურით დავფაროთ. ეს ასე თუ არ მოხდება და ქართული ენა, ანუ სახელმწიფო გამაერთიანებელი სახელმწიფო ენას თუ არ ისწავლის, როგორც საქართველოში ცხოვრები ყველა ადამიანი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ესე იგი ძალზე სათუო იქნება საქართველოს სახელმწიფოს არსებობა. მე მიმაჩნია და აი როცა ინტეგრაციაზე იყო საუბარი დაუშვათ აზერბაიჯანელი თუ ნებისმიერ სხვა ერისა ასე ვთქვათ ქართულ საზოგადოებაში, მთლიანად ქართულ სახელმწიფოში, ეს სახელმწიფო ჩვენია ერთად. აი გესმით, აი ეს აუცილებლად უნდა გავუსიგრძეგანოთ ნებისმიერ ადამიანს, იმიტომ რომ ქართველი აზერბაიჯანელი დაუშვათ ამ სიტყვის აი ყველაზე ისეთი გაგები თუ შეიძლება ესე ვთქვათ ქართული აზერბაიჯანელი თვისობრივად სხვა კულტურული ფენომენია ვიდრე დაუშვათ ბაქოელი ან დაუშვათ განჯელი. ეს სრულიად სხვა მოვლენაა და ამ მოვლენას როგორც თქვენ ბრძანეთ რომ ორი ასე ვთქვათ კულტურის შვილი ხდები.
ეს კიდე სულედა აი და რასაკვირველია ეს საქართველოს შვილი ერქვა ძველ საქართველოს შვილი რასაკვირველია და განა სხვა სამშობლო ეხლა აქვს ოქტოს თეატრთან დაკავშირებით ცოტა უფრო შევამსუბუქოთ ჩვენი ისა ბატონო და ეს ერთ ციტატას მოვიტან დრამატურგიაზე ბრძანებს საოცარ რაღაცას საბჭოთა პერიოდში, როდესაც რუსულ ენასთან ბრძოლის როგორი ის იყო, სხვაშორის ძალიან ვამაყობ, რომ სომხებმა ამას წინათ დაწერეს, რომ ისო ჩვენ დღეს გვაქვს ჩვენი ენა და ჩვენ ვსაუბრობთ, ეს ქართველების დამსახურებაო, აი ცნობილ 70-იანი წლების იმას იხსენებდნენ, როცა სახელმწიფო ენად აპირებდნენ და ესეთ რაღაცას წერს, რომ ეროვნული დრამატურგია ძალიან გავს ლოგოკინას, რომელიც საკუთარ სახლს, თეატრს საკუთარ ზურგით დაათრევს. ეს სახლი ისეთი მშვენიერი რამ არის, საკმარისია ერთი წამით მიატოვო, რომ იმ წამსვე შიგ სხვა შეგესახლდება. აი ესე უნდა აივსოს, აი ქართული ენის ფენომენით, ქართული თეატრალური ხელოვნება, ზოგადად კულტურა, ტელევიზია ეს არის ნამდვილად შეურაცხყოფა ის როგორც დღეს დაუშვათ ქართულ მედია სივრცეში საუბრობენ, ის რაც გაზეთებში იწერება, ის რაც ამიტომ მე მიმაჩნია რომ ეს არის მართლა სახელმწიფოებრივი, ასე ვთქვათ, საფუძვლების მორღვევა, როდესაც ენას ესე უპატივცემლად ვეპყრობთ, რომ ჩვენ ასე ვეპყრობთ სოფხდულობას და მეორეც მე მიმაჩნია რომ უმძიმესი კვალიტატოვა საბჭოთა სინამდვილემ ჩვენზე და დღემდე აქ მე პოლიტიკოსი არ გახლავარ და არც პოლიტოლოგი, მაგრამ სამწუხარო ტენდენციას ვხედავ ზოგადად ქართული პოლიტიკის, რომ მუდმივად დავაკვირდეთ საარჩევნოებში. ეკონომიკური და სოციალური პრობლემატიკის გარდა არაფერზე არ ესაუბრება პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა. როდესაც გაცილებით მწვავეს, ანუ ჩვენ კვლავ მარქსისტული მარქსისტული იდეოლოგიით, რომელიც ამბობდა, რომ ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას, ამავე იდეოლოგიით ვაგრძელებთ, მაშინ როდესაც მე უკვე თქვენი თქმის არ იყოს და გნებავთ ოქტაის თქმაზე, რომ ცნობიერება აყალიბებს ყოფიერებას, რომ პირველად ის სულიერებაა და ამის შექმნისთვის არ არის საჭირო პარადოქსულ რაღაცას ვთქვი, სახელმწიფოც კი 2600 წლის მანძილზე შეინარჩუნა ებრაელმა ერმა თავისი იდენტობა და თავისი ცნობიერება ენის და კულტურის შენარჩუნებით. რელიგია მოიცავს, კულტურა მოიცავს ამ ფენომენს, რასაკვირველია. ამ მე კულტურას ძალზე ფართო გაგებით ვამბობ. და ჩვენთან რასაკვირველია და ჩვენთან, როდესაც განათლება ინფორმაციამ ჩაანაცვლა და კულტურა გართობამ, ჩვენ ძალზე დიდი პრობლემების წინაშე დავდგებთ ხვალდაზე. დღესვე თუ განგაშის ძალზე დიდი ზარში უკვე ვდგავართ დიდი პრობლემების წინაშე. ამიტომ იქნებ რაღაც კონკრეტული ნაბიჯი გადავდგათ, დაუშვათ ან ამ დიალოგებისთვის, ან დაუშვათ კულტურის განვითარებისთვის. ჩვენ არ ვიცით რა განათლება უნდა მივცეთ ახალგაზრდას. აი ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანეთ რომ კულტურა ჩაანაცვლა გართობამ. საინტერესოა. მაგრამ რა შეესაქმე, რაც ძალზე მაწუხებს. აი გართობას, თქვა ტელევიზიით. ჩვენი საწყალი გოგონები და ვაჟები ინგლისურად რომ ღერიან. ესე ჩართავ და ქართულ სიმღერებსაც კი ღერიან ინგლისურად. ახლა ეს არის ტრაგიკული და ზოგადად სასაცილოც არის. აი გაუცდები რა, რატომ უნდა იყოს ინგლისური? აი თითქოს მთელ სოფლიოში ღერიან ინგლისურად. ასე არ არის. გადაართეთ სხვა ნებისმიერი რადიო არხი და ტელეარხი და ყველგან არის მშობლიურ ენაზე. გინას თურქეთში ფრანგები განსაკუთრებით წავეც აღიქვავენ ამ საკითხს და ისეთი დადეს ფონი რომ თითქოს აი ინგლისურად უნდა ვიმღეროთ ჩვენ. ახლა იმამდე მიდივართ ქართული სუფრა ხო სიმღერის გარშე არ არის. ახლა თქვენ დააკვირდით ეს სუფრებზე. უკვე ჩვენი ახალგაზრდები არ მღერიან, დააკვირდით სუფრაზე არ მღერიან. თუ არ მოიწვიო საგანგებო მომღერალი და თუ ესე იგი არ ეცეს სიმღერა, სადმე არ უსწავლია. ხალხი ვერ ამღერის და მე კიდე ჩემ ბავშვობაში მახსოვს რომ სუფრის წევრები ჩვეულებრივი, ნათესავები, ჩვეულებრივი ღეროდნენ მრავალხმიანი შესანიშნავად ყველა მიწოდა ესა. ჩვენი სივრციდან და ტელესივრციდან, საგანმანათლებლო სივრციდან განდევნილია ქართული კულტურა ბევრწილად. აი ახლა მე საკაბელო ტელევიზია მაქვს სახში და ხანდახან გადავცავ ხოლმე ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტელევიზია. აი აზერბაიჯანის ტელევიზია რო ავიღოთ. მუდმივად გაჯერებულია აზერბაიჯანული ხალხური სიმღერები. მუდმივად შეიქმნა საგანგებო, ესე იგი არხი კულტურა. კულტურაზე ამჯელობა, პროპაგანდა, ისე მუღამი, რომელიც იყო ფაქტობრივად ჩაფერფლილი. აღადგინეს იმ ფესტივალები იუნესკოს დონეზე, ესე იგი აღიარებული იქნა და კონკურსებს ატარებენ ფესტივალზე და მუღამის სასახლის კი ააშენეს. და იქ აი აშკარად ჩანს, რომ ამ ფესტივალები იმართება აი მუღამი 2012 და ასე შემდეგ 2013.
აშკარად იგრძნობა სახელმწიფოებრივი ზრუნვა. ესე იგი ძალიან დიდხანს გრძელდება ეს კონცერტები. იქ არის ჟიური, სერიოზული მსჯელობა მიდის შემდეგ აი ამ თითოეული შემსრულების სიმღერაზე და რა დავინახე კიდე. ყველა ეს კოლექტივი არის ჩაცმული ეროვნულ ტანსაცმელში და ეს არის ძალიან ანუ ვიღაც სახელმწიფო ზრუნავს იმაზე რომ მათ ფორმები შეუკეროს, ფორმებიც ქონ, ეს არის ძალიან ძვირფასი ფორმები. ანუ რო გადართავ აზერბაიჯან ხალხზე, შენ გძნობ რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება, აზერბაიჯანის სახელმწიფო ზრუნავს თავის სიმღერას. ჩვენთან ამას ვერ იგრძნობ სამწუხაროდ. ჩვენ საზოგადოებასაც მოთხოვნა რო არ აქვს. აი რითი ერთობა ჩვენი საზოგადოება? რა გადაცემებს უყურებს? რა ინტერესებს და რას თავაზობს კიდე ეს ტელევიზია უკრავდა? აი ესეც პრობლემაა. საბავშვო გადაცემები. რა ორიენტირები გვაქვს? ცნობილია თან რომ ცნობიერებას ამახინჯებს ეს აი საზარელი მულტფილმები როა და რაღაცა ცნობილია რომ ესთეტიკური ახმა უბლაგდებათ ბავშვებს და მშვენიერებას ვეღარ აღიქვამენ. ქართული ინფლუენსი იყოს გახმოვანებული ეს. გასაკვირველია რომ საზარელი და აი მე თქვენ აზრს გავაგზავნებ მე უფე როცა სიმღერაზე ბრძანებდი და პატარა ფაქტს მოვიყვან წმინდა სოციალური და გნებოდ კრიმინალური მართვეში გაიარა 20,000-ზე მეტმა ბავშვმა. რომლებმაც ისწავლეს ქართული პოლიფონია და ქართული საგალობერი. 20,000 ბავშვიდან არ არის არც ერთი კრიმინალის, არც ერთი ნარკომანიის, არც ერთი მძიმე დანაშაულის შემთხვევა. აი ეს არის ნათელი მაგალითი იმისი, რასაც თქვენ წერთ, რაც შეეხება ტელევიზიას. საფრანგეთში მიღებულია კანონი და უნდა მივიღოთ როგორი ძალებაც არ უნდა იბრძოლო, რომ 70% უნდა იყოს ეროვნული პროდუქცია. აჭარის ტელევიზია აკეთებდა ძალიან კარგ დოკუმენტურ ძალიან დიდი სიამოვნებით უყურებდი. და აი ამას დაეთმოს. ანუ ამას აქვს არა მხოლოდ ეს მნიშვნელობა, პირდაპირი სოციალური, პირდაპირი მნიშვნელობა აქვს, ისე როგორც ცეკვაზე დამეთანხმებით მამო და თან თავარი არის უცხოელს. კარლინიქს რო კითხეს თანამედროვე ქართულ ესტრადას რა სიტყვით ის 100-ზე მეტი სიმღერის სოდნეროა ამერიკელი იმან ესეთი ფრაზა თქვა თუ რაშაულის პატრონი დღეში ეძებდა პანტას აი ანეკდოტი ჩემთან ინტერვიუში უცხოელის თვალში ხვდებით ანეკდოტი როდესაც აი სასაცილო დონემდე ну არ ვიცი რა თავარია ჩვენი საზოგადოებისთვის და ახალთაობისთვის რა ორიენტირებით უნდა გავზარდოთ ჩვენ მომავალთაობა ანუ ამ ორიენტირს ვინ ადგენს საერთოდ? ანუ ჩვენ მომავალთაობა იზრდება, ხო დავარებოთ თავი ჩემსაგეს საზოგადოებას და თაობას ხალხს. აი ახალთაობას რა ორიენტირებით ჩვენ ზრდით? ორიენტირების თემა იყო მუდამ არსებითი მსოფლიოში და საბჭოთა პერიოდშიც იყო არსებითი ძეგლები დაედგა ორჯონიკიძეებისა და სააკაძეებისა და სხვების. ანუ ესენი ორიენტირები იყო. დღეს რა ორიენტირს თავაზობ ჩვენ ახალთაობას, იგივე მარნეულში, ხალხში თუ თბილისში თუ დაუშვათ ზუგდიდში თუ ქუთაისში. ანუ ამ ორიენტირს ვინ ადგენს? განათლების სამინისტრო, განათლების სისტემა, კულტურის სამინისტრო. მე მგონია რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა ორიენტირებში. ჩვენ თუ დღეს ვიღაცამ დაანგრია ორჯონიკიძის ძეგლი და ამიდგა სხვა ისევ არანაკლების ძეგლი. მე მგონი ორიენტირი უნდა იყოს ძლიერი სახელმწიფო. ხო და ამ სახელმწიფოს ორიენტირი უნდა იყოს პიროვნებები, ქართული კულტურა. პიროვნებები და იდეები უნდა იყოს. კონცეპტუალური სქემები, ღირებულებები, ანუ ჩვენ დღეს მეუფიანია, არა გვაქვს ღირებულებათა სისტემა სახელმწიფო დონეზე. ჩვენ არა გვაქვს ეს სისტემა განათლების სამინისტროს დონეზე, არა გვაქვს კულტურის სამინისტროს დონეზე. ანუ ჩვენ ღირებულებები კი გვაქვს, ჩვენ გვაქვს, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფო პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გენიალური გვაქვს ღირებულებები, იმიტომ რომ ჩვენი დიდი წინაპრები რა თქმა უნდა ეკლესია, მაგრამ ეს არ ხდება გამოტანამის სახელმწიფო დონეზე. არ ხდება ხელისუფლება, არ შედის სკოლაში. ამით არ იზრდება ბავშვი. ეს არ არის ჩვენი სასკოლო განათლების და უმაღლესი განათლების პრიორიტეტები. ეს არის პრობლემა. მაგრამ სახელმწიფოს ევალება ეს ყველაფერი გააკეთა. რაც შეეხება ეკლესიას, მე ვფიქრე, თქვენ იცით ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ის ფასეულებები, რომელიც ჩვენ ქვეყანას ხელისუფლებას არ ჰქონდა ბოლო 100 წლებში, ეკლესიამ წამოწია წინაპლანზე, და კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით და ნებით ხდებოდა, რომ აი ქართული ფასეულებებზე ამდენი საუბარი, მან წამოწია ენა როგორც გამაერთიანებელი ფენომენი, მან თქვა, რომ ვინც სხვადასხვა ქართული ენას ამბობს, ამეთ ერშლის, ეს პატრიარქმა მან გააკომპენსირა, მაგრამ ეს ვერ შევიდა განათლების სისტემაში. ანუ ბევრი იდეები, რომელიც არის პატრიარქის ველში, თქვენს ველში, თქვენს წიგნებში, ეს უნდა შევიდეს სასკოლო სახელმწიფოებში, უნდა შევიდეს უმაღლესი სკოლის პროგრამებში. აი
ეს არის პრობლემა, მე ასე მგონია. ქართული კულტურა ჩვენს დღევანდელობაში რო არ არის ასახული, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ძალიან ვულგარულად და ტრაფარეტულად რო ვთქვა, იმიტომ რომ როდესაც მე სემინარებში მივდივარ და სემინარებზე რო ვთქვა ვიღებ მონაწილეობას და ტოლერანტობაზე, დემოკრატიაზე და ასე შემდეგ ლაპარაკობენ, მოუხმობენ სხვა ვთქვათ პირთა ამონარიდებს ევროპიდან და ასე შემდეგ. და ამ დროს ქართულ ჰაგიოგრაფიულ კორპუსში ისეთი მარგალიტები ძევს კაციშვილს არ აგონდება რომ იქიდან თქვას და მე როდესაც ვამბობ აი მიყურებენ როგორც ასე ვთქვათ გადმოლაჯულს შუა საუკუნეებიდან აქამდე დაწყებული და ასე აი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ეს არის არ ვიცი სახელმწიფო შექმნის აქტის აი ტრაქტატი ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე ტრაქტატია როგორ უნდა შეიქმნას სახელმწიფო რა უნდა იყოს წამოწეული წინ მისი ასე ვთქვათ ფუძეების გასამაგრებლად და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით საფუძვლების. ჩვენ ვიცით რომ ესე იგი დავით აღმაშენებელმა მას ოდენ ასე ვთქვათ გუმბათი დაადგა და ნუ თამარმა გაამშვენიერა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. მაგრამ სწორედ აი გაუცხოებაში რას ვამბობ, იცით, ესე იგი ეს ჰაგიოგრაფია სასულიეროა, მღვდელთა საკითხავი მორჩა. მოაშორეს. კულტურას მოაშორეს. უჰაგიოგრაფიოდ ქართული კულტურის გაგება არ არსებობს. ილიას ვერ გაიგებ, ვაჟას ვერ გაიგებ, ნიკოლოზ ბარათაშვილს ვერ გაიგებ. ესენი თუ ვერ გაიგე, რის ფონზე ქმნი შენ თანამედროვე ქართულ კულტურას? ძალიან საინტერესოა. ვერაფერზე, იმიტომ რომ სალვადორ დალი ამბობს ესეთ ფრაზას. ყველაფერი რაც ტრადიციას არ ემყარება პლაგიატია. ამას ამბობს სალვადორ დალი. ესეთი ნოვატორი არ არსებობს, მაგრამ ის იმიტომაც იყო ნოვატორი, სიღრმისეულად ესმოდა ტრადიცია. და ჩვენი აი დამეთანხმებით ალბათ მე უკვე თქვენზე უკეთესად ვინიც ის ასე ვთქვათ ეკლესიის ისწრება ყველა ნოვაციის მიმართ საქართველოს იყო საოცრად ღია საოცრად გახსნილი ორთოდოქსალიზმი ჩვენი ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაში გვემყარება რომელსაც ყოველი ახალ თაობა ახალ ხუთს ასხამს და თანაც ის რომ ეს ტრადიციულობა არ გულისხმობდა ასე ვთქვათ შეზღუდულობას ჰაგიოგრაფიის მაგალითზე შეიძლება ითქვას იმიტომ რომ ბერძნულ კულტურასთან ურთიერთობა სირიულ კულტურასთან ურთიერთობა სომხურთან ურთიერთობა აღმოსავლურ კულტურასთან ურთიერთობა დღეს კი არ დავიწყეთ ჩვენ ეს ძველებმა უკვე იცოდნენ და თქვათ ქართული ენის განვითარება ხდებოდა სწორედ იმ თარგმანების მეშვეობით. აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე ძალიან კარგად ამბობს, რომ შემთხვევით არაფერს არ თარგმნიდნენ. ეს არ იყო ქაოტური, ვისაც ხელში რა მოხდებოდა, არა. ამას ჰქონდა ძალიან კარგი სტრატეგია და დღესაც კონცეპტუალურად ეს უნდა ჩამოყალიბდეს. რას ვთარგმნით, როგორ ვთარგმნით, რა დონეზე ვთარგმნით. ანუ აი ეს ძარღვი არის დაკარგული. არა და ხელშესახებად საგრძნობია, ფეთქავს. ჯერ ჩაჭიდებული გვაქვს. და საზოგადოებამ და სახელმწიფო არის აუცილებელი, იმიტომ რომ სახელმწიფოს გარეშე. ძალიან საინტერესოა ბუნებრივია საუბარი, აქტუალური საჭიროებაა, მაგრამ ჩვენი გადაცემის დრო იწურება და მე მინდა შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ დღეს ჩვენ საუბრობთ ქართული ენისა და ქართული კულტურის როგორც გამაერთიანებელი ფენომენის. შესახებ ჩვენი სტუმრები იყვნენ მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, პროფესორი გიორგი შაუტაშვილი და დოქტორანტი ოქტაი ქაზუმოვის. გადაცემა მიყავდა დეკანოს ზურაბ ცხოვრებაძეს, მე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.